რაიმე ხალხო კიდე კარგი შევიკრიბეთ, თორე ცოტა ხანში ქუჩაში რომ მენახეთ, ალბათ ვერ გიცნობდით. მოევით ახლა რა ხდება ახალი. აბა როგორ მოგწონს შენი ახალი დედიკო და მამიკო? ძალიან კარგები არიან, მაგრამ სიამოვნებით ვიცხოვრობდი ცალკე. მაგრამ ცალკე არ ცხოვრობდი აქამდე, რას გარბოდი? ისე მართლა რამე ხო არ მოხდა? გვარა, უსაყვარლესები არიან, თან ყვებიან, მაგრამ უცხოდ ვგრძნობ თავს, ვერ შევეჩვია ჯერ. არა ხალხო რას ამბობთ, მე ხო ცხოვრობდი გოგიტას მშობლებთან და მაშინ მივხვდი, რომ აი ცოლ-ქმარი უნდა ცხოვრობდეს ცალკე. რას ლაპარაკობ? ქმრის მშობლები კი არა, დედა ჩემთან ძლივს ვჩერდები, ერთი სული მაქვს ხოლმე სახში როდის წავალ. მე შენ საკუთარ თავს შენ სახში როგორ უძლებ ის მიკვირს მე და. მე მეუბნები? ხო. მე შენ რატო არ ცხოვრობ შენ მშობლებთან? მეთქე მარტო. 4 თვე აგერ უკვე სრულიად იმერეთი ჩამისახლდა და. ვაი ძარ მიდის ჯერ? რა მიდის? სტომატოლოგიური გახსნა. ой, მართლა? დღეს უნდა მივიდე კბილზე და ისე მე სიკვდილება. რომელიმე წამომღებით რა. მე ლუკამ უნდა მომაკითხოს ცოტა ხანში. მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სახში უნდა გავიქცე. მაგრამ ხალხო რა არის? რა მართლა შევიკრიბოთ რა. თორე მართლა შენი თქმის არ იყოს, დაგვავიწყდა ერთმანეთი. მართალია. მე ვკნათ რამე. მე მტრედივით თავისუფალი ვარ. კი, მეც მცალია, სანამ რამე სამსახურს დავიწყებ. ასე რომ შევიკრიბოთ. ხო და რა ქენი ერთი შენ სამსახურზე? რა ვიცი, ჯერ ვერაფერი. რაც ვნახე, ყველგან ძალიან დაბალი ხელფასია და. იმარა ის სელაპი არ გიგზავნის ფულს? რას მიგზავნის რომ? ხო და ჩამოვიდეს. იქაც თუ ვერაფერს ვერ შვება. რა ვიცი. აი მე ეს კბილი გადამიყვანს ჭკუიდან, აი არ შემიძლია რა. შენ მაინც წამომყევი თავისუფალი ხარ ჩიტივიზე. წამოყვები. მაინც მთელი დღე თავისუფალი ვარ. შენ ხარ ადამიანი ადამიანში. Pilot. Aber. Ay, mankana akarız. ემას. სამ შვენივრად გამოიყურები გეგა. ვერ იფიქრებს კაცი რომ რაც დაგემართათ. ცოტაც და ყველაფერი ნორმაში ჩადგება. დაუბრუნდება მალე ჩოულ ფორმას. ისე ძალიან გვანერვული ყველა. მე მოპატიეთ რა. წავედით ახლა სახში და დარჩი ჩვენთან რამდენიმე დღე. ნინუცა ჩამოდის, კახა, შეიძლება აქ არიან კიდევ. სესილი? სესილის ჩამოდის. აუ. როგორ მომენატრა, ეგ მაიმუნი ბავშვი ეგა რა. მოდი ცირა მე ამოვალ და ვნახავ რა და ეხა ჯობია რომ სახში წამიყვანო რა. რა გინდა სახში მარტო კაც, რა გინდა? არა სახში ჯობია რა, ეგრე მირჩევნია რა. კარგი, მზიას ვეთყვი და გამოუშვებ შენ. არ მინდა რა. არა, გამოუშვებ. კარგით, მე დაგტოვებთ, კარგით? აუ, აი ძალიან დიდი მადლობა რა. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა და მეგობრებსაც ძალიან დიდი მადლობა გადაეცით. ძალიან მედგნენ გვერდში რა. არ ჩვენია გეგა. აბა, დაუფასდება ყველას, ჩემი ამბავი ხო იცი. კარგად იყავით. აბა? ამა. ცხილად. მასე. ოჩახ. ობა.
შენ გაკეთებულ კერს როდის გამოსინჯა? რავი, ეგრე კარგადაც არ ვიცი საჭმელების გაკეთება. და მარტივი ამბავია და საინტერესო. ეს არ დარჩები? რა დავრჩები, გაგიჟდება მამა ჩემი, თან სუჩხუბობს და მაგის ნერვები აღარ მაქვს. რა ჩხუბობს? უამრავი კითხვები აქვს, სად იყავი, რომელ საათზე მოხვალ. უამრავი კითხვები აწუხებს ამ კაცს, რაც ალბათ სანამ ცოცხალი ვიქნები, უნდა დაამისვას. და რა შეუბნები სად ვარო? რავი, რაღაცებს ვიგონებ. ხან რას? სიმართლე რა უთხრა? აი, მაგ სიმართლეს ვეტყვი და რომელ სართულზეც ვიქნები, იმ სართულიდან გადმოვაგდებს. და საერთოდ ნუწახო. მე რო შვილი მეყოლებო, ესე საერთოდ არ გაუტრაკა. ეგრე ფიქრობ, რა იცი მგონია, რომ იგივე სიზავ შენს. არა. ანიტა. ხო, მამა. საათ ხარ? ვიკისთან ერთად. მალე მოდი საქმე. კაი, მალე მოვა. Dental Aesthetics Studio. მოვედით. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. გისმენთ? ლაშა აქ არის? კი, ხო დაუძახებ. ბატონო ლაშა თქვენთან არიან? ბატონო ლაშა. სამ ჯანდაბაში ხარ, ვეჯო ამდენი ხანი. უნი გასავალ. გამარჯობა. გამარჯობა. საცობებია. ქალაქი ჩაიუნა იმდენი მანქანა დგას. ახლა არ გახდეს ეს უშვენიესი მანდილოსანი და შენ ის იგრის იყან, მე ვიცი. როგორ ყვიან 2 საათზე, უნდა მოხვიდე 2 საათზე. აი, ხო. ისე არ მახსოვს გაგაცანი სოფია. მეგონი ვიცოდეთ მე ეს, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობდი თავიდან. სოფია. ლაშა. სასიამოვნო. ეხარეთ. რა სერჩი მშვენიერი კლინიკაა. კეთილი იყო ჩემი ტერფების შემოდგმა აქ. როგორც იტყვიან. ყავას თუ დალევ. ბიჭო, არ მინდა მეშინია რა დროს ყავა. ესე გეშინია, ბიჭო. ექიმი ვიყავს პროფესორები. საერთოდ ბიჭებს არ ხეკბილებს აქ რომ მოხვდნენ. არ შეხდალებთ? არა, მადლობა. მე იყოს რა. სოფი, აი გაფიცებ ყველაფერს, აი ამას რანაირად უძლებთ რა. მთელი ცხოვრება ვუძლებ და ეს ვინმეს გაძლებაზე რომ ილაპარაკებს რა. ხო, ახლა ეს ერთი კვირი ჩაუსო და დიდი. სამროდ დაგათვალიერებია კლინიკას. უახლესი აპარატურა მაქვს, შენსავეთ ფენი გერუჭია ხელში. კეთილი იყოს თქვენი ფეხი დენტალ სტუდიოში. მანახე. უზენთ, ბატონო ლაშა. უზენთ. მადლობა. ზია, დიახ, ბატონო. ჩამოფრიდნენ? კი, ჩამოვიდნენ. სესილი? ზევით არის ოთახში. შენ აქენი გამზადე, სადილი? რა თქმა უნდა, ბატონო. კარგი, დაუძახე ჩამოვიდეს. ხლავე. სესილი. აი. მამა, ნინუცკა, მოდი როგორ ახარ? მოდი გავკუცო.
მომენატრე პატარა. მეც. კახა სად არის? ზემოთ არის ასული. როგორ მოიარეთ? აუ ძალიან კარგი იყო, ძალიან. ძალიან კარგი. რა შვები, გეგა როგორ არის? გამოვწერეთ დღეს საავადმყოფოდან. ყველაფერი კარგად არის. რატო არ მოვიდა? სახლში წავალო და დავისვენებ. ალბათ ესე ჯობია. სად არის ეს ბავშვი? როგორ მომენატრა? ბაბუ. სესილი. გამარჯობა, როგორ მომენატრა? გამარჯობა. აბა და დიდი გოგო ხარ უკვე, დიდი გოგო. დაჯექი? აბა მომიყევი, როგორ ხარ? კარგად. შენ როგორ ხარ? რა შვები? არა, მიშოს, მეც კარგად. სწავლა როგორ მიდის? ყველაფერი კარგად, სემესტრს მორჩი. ოჩახ. ახალი ამბავი იცი? არა. ფრენბურთის თამაში დავიწყე და უნივერსიტეტის გუნდში ამიყვანეს. ვაიმე, ყოჩახ. ფრენბურთელი ყავს ოჯახში. აბა, ხო კარგია, რა ვქნათ ეხა არ აღვიჟნოთ სესილის შემოსვლა? ავიდეთ. მოდი. მომენატრა. მეც ძალიან. ერთა მომკარია. ერთა შენიშვილა რა იქნება. კაი, ბიჭო, ამ ხელა კაცი ხარ, ას პანიკიორობ რა. ჩაგატყავ ახლა უროს თავში და მაგი იქნება შენი ანესთეზია. ხო იცი რომ ნემსის მეშინია. ბიჭო, რა ხელი ნახსოვი ხარ ზე. ბიჭო, ამ ხელა ბავშვი იყოთ ეხლა მოსული 7 წლის. ეგეთა ნემსი წელი და შუტინით ხმარა მოუღია იმ ბავშვს, бачо. Давай договоримся. Думаем только о хорошем. Ладно? რანაირად მიფიქრო, კარგზე ნემსი უნდა შემირჭონ. Უსაუბრობ ძალიან გთხოვთ. გამიღეთ პირი? კარგად გამიღეთ. ახლა გააღე, პირი, ახლა როცა საჭირო არის, ეხლა ვერ დაგამუწიედა, გააღე. აი, გავიდეს ეს არ შეიძლება. უსაუბრობ თუ შეიძლება. Ну что? Страшно было? Морчак? Ки? Орча. Фу. Ай. ელა დაიურდა. ელა, ვერგნო, ელა. ძალიან კაი, თუ ვერ გზნობ. შენ ვერ გზნობ, ენას მაშინ ვარ, ვებედნიერ. ნინი, ეხო წი მიხედი ამას პრობლემა რა. კაცია, სადაზღროა მოსული რაღაცა ველაპარაკო. გამიღეთ. სუპერ მამიკოი. ყოჩა, ბიჭებო, ყოჩა. მოემზადე ყველაზე საოჯახო მოგონებების შესახებ. ამდენ ბავშვებს კაცები როგორ მიხედა? დაგვეხა. სუპერ მამიკოი. საბავშვო საოჯახო კომედია 9 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში. უკარ. სამსახურს არა შვები. აი, ველოდები უნდა დამირეკონ დღეს. კიდე არ დაურეკავთ? არა, მაგრამ დარეკავენ. რა იყო? არაფერი, მინდა რომ მალე დაიწყო მუშაობა. ძალიან მერიდება დათოსი. შერი სიგარეტია. როდემდე დავიყოთ მის ხარჯზე. ani რატო ნერვიულობ ყველაფერზე? მივხედავ რა ჩემს საქმეს და მაცადე რა. ერთი დათოს რო უთხარი სამსახურს ვეძებ მეთქი, აქეთ გამიჭედა რა დრო სამსახურია, ანის მიხედეო. და შენც დაეთახმე? არა, ani, არა. მისმინე. რაც მინდა რომ კითხო. კითხე. მიმალავ რამეს? რას ვაგიმალავდა ლუკა? ორი კვირის წინ ვიღაც გირეკავდა. და ვერ მიუსწარი რომ მეპასუხა. შენ აბაზანაში იყავ. მე გადაურეკე და ჩემი ხმა რო გაიგონა,
ეგრევე გათიშა. კარჩი ვერ მოვისვენე, გადავამოწმე ამ მომცნობით და იმ დემეს ნომერი იყო. მე რომ ნახე ნარეკიც წაშლილი იყო. ხო ერთხელ დამირეკა და რომ ნახე ვინ იყო, ეგრევე გავუთიში. მეტი არაფერი. რო გეთქვა ჩემთვის არა? ლუკა ვიცოდი რომ ტყუილა მოგეშლებოდა ნერვები და აღარ განერვებულა. ნარეკი რატო წაშლილი? არ ვიცი, წავშალე. რა თმინდოდა საერთოდ? მაგრამ გამიტყდა პროსა. ბოდიში. მართლა ისეთი რამე რო ეთქვა აუცილებლად გეტყოდა. და ტყუილა ბრაზდება. საერთოდ რაღაც დროს დემეზე ლაპარაკია ლუკა. შენ ძმა სად არის? რა თქინდა ჩემი ძმა? საქმე მაქვს. რა ნამოსით გითხულობ ჩემ ძმას? სინდისი სულ დაკარგე? ესე როგორ გაიმეტე ადამიანი? ასეთი დაუნდობელი ხარ? მე იმის ვაშკაცობაც არ გიყვა, რომ დაგერეკა, რაც გააკეთა იმის მერე და ბოდიში მაინც გეთქვა. ტელეფონი გამორთე და ლაჩარივით დაიმალე. ორი თვეა გეძებ და დაკარგული ხარ. ესე როგორ მოეკაცი ადამიანს? აი, საერთოდ სხვანაირი მეგონე რა. და ძალიან გამიკვირდა. თურმე როგორ შეიძლება რომ დაეცეს ადამიანი? ჩვეულებრივი მანიაკი ხარ. ამას ესე არ დავტოვებ. შენ აუცილებლად აგებ პასუხს. რადგან არ უნდა დამიჯდეს. რატო გააკეთე? რა ლამაზი ღამე. კი. ჩემთან სოფელში სულ სხვანაირიცაა. გადაჭორფრილია სულ ვარსკვლავებით. წარმოდგენილი მაქვს რა ლამაზი იქნება. კი წარმოვიდგენ, მაგრამ შენი თვალით ნანახს მაინც არაფერი ჯობა. მეც მთელი ცხოვრება წარმომედგინა. ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იქნებოდა. როგორი იქნებოდა? როგორი ხმა ექნებოდა? როგორ გამიღიმებდა? წარმომედგინა და ისეთი იყო, როგორც შენ ხარ. მაგრამ ასე რომ ხედავ ადამიანს, მაინც სულ სხვა. ძალიან ბევრი დრო მომცა ღმერთმა ფიქრისთვის. და მეც ვფიქრობ. არ ვიცი როგორ გითხრა. შეიძლება
ამ წუთში უნდა გითხრათ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. მიყარ ხარ. კობა ძალიან კარგი ადამიანი ხარ. მართლა. ძალიან დადებითი ემოცია მოდის შენგან. ყოველთვის სასიამოვნოა შენთან ერთად დროის გატარება, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მინდა რომ კარგად გამიგო რა. საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი და არც ფიქრი. ერთხელ უკვე ძალიან დიდი ტკივილი გამოვცადე, როცა ოჯახი შევქმნი. 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. 14 წელი ტანჯვაში და ტირილში გავატარე. მშობლების შიშით კიდე ვერავის ვერ ვუზიარებდი, საერთოდ რას გრძნობდი და რას განვიცდიდი. ბოლოს უკვე საკუთარი თავის მიმართ ზიზღიც კი მქონდა. სანამ საერთოდ გავნადგურდებოდი, გავბედე და წამოვედი. აი, ამ ყველაფრის მერე ცოტა არ იყოს და მამაკაცების მიმართ უნდობლობის შეგრძნება მაქვს. ნუ ვიცი რომ ეხლა ყველა ერთნაირი არ არის, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე და საერთოდ მოვკალი ეს თემა. არ დაგიმალავ და მოულოდნელი იყო ეს სიტყვები ჩემთვის. წავიდეთ. სიგარეტი ხო არ გაქვს ჩემი ძმა? არა, არ ვიწე. ახე ვარჯიშო, შეჩემ არ ეთყობა. მიდი მოგიწევ ხუნე. არა თქოს რა. დედასაძა მიმოვდა, მაგრამ მოდიოთ. როგორი გაზდილი და დაკაცებული ხარ, მა. აი ახლა შეიძლება მქონდეს შენი იმედი. აი მე რა კარგია რომ ჩამოვედი. სულ ჩამოხედი, ნუ? დე? სოფი! არ მელოდი? რა ჩუბად შემოიპარე, როგორ ხარ? კარგად? სად იყავი? ასე გვიან ბრუნდები ხოლმე სამსახურიდან. ჰა? შენ დიდი ხნით ჩამოხვედი ბელარუსიიდან? თუ მოლდოვიდან. თუ სადაც იყავი იქიდან. რა დროს კითხვებია. მოდი შეგხედოთ ნორმალურად დაგელაპარაკოთ. ან იცი რა ვქნათ? წავიდეთ რესტორანში, დავსხდეთ და გემრიელობები შევუკვეთოთ. ხომა? მე მინდა. მე თავი მტკივა და უნდა დავისვენო. დროებით დე. ჩემი ძმა. დაგვილი ერთი ჭიქა. გიძმა. გაიხარეთ ბიჭებო. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ.
გაუბნელი ხარ ძმაო. ვანიდან ვარ. მე აქ რა გინდათო? კარალიო კი ჩააბარა და ქალებს საგულაოდ ჩამოვიდა. რატომ ელაპარაკებ მას? კაც რო ძმას დაუძახებ და სუფრასთან მიიწევ ერთი ჭიქა და მილიეო. მასე რო არ უნდა აკადრო არ გასწავლავინ მებს. შენ ზედმეტი ხო არ მოგდის. წადი კალოში ჩაიცვი და გააჯვი აქედან. მოდი რა.